გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლის მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ ისინი სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროცესის დაჩქარებას. მანამდე კი ძველი შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ. მესამე წელი ატენის საჯარო სკოლის 236 მოსწავლე მეზობელი სოფლის ხიდისთავის საჯარო სკოლაში განაგრძობს სწავლას. მშობლებს აინტერესებს კონკრეტული პასუხი თუ როდის აშენდება ახალი შენობა. მოსწავლეების მშობლებს დღეს გორის სასწავლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი შეხვდა და მათ ვითარების გარკვევას დააპირდა. გახდა ახალი სკოლის მშენებლობის შეჩერების მიზეზი პასუხი არც გორის რესურს ცენტრს აქვს. ადგილზე იმყოფებიან განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებიც. აშენებული სკოლა რაც არის ჯერ ეს 70 წლის სკოლა არის. რაც არის აშენებული სახურავი გამოცულია, ფანჯრები გამოცულია. შეღებონ და შეუშვან ბავშვები კაცო. ესე ბავშვები თო როდემდე უნაიანო სოფლიდან სოფელში. სად დადიან? ხიდისთავის სკოლაში. იქაცა მეოთხე სართულიდან პირველ სართულზე ჩამოდიან საფიფარეშო არ აქვთ არც იქა. და ნორმალური პირობები არ აქვთ. ხო შეიძლება რაც არის გაკეთებული, აი ესა გაარემონტო და შეიყვანონ ბავშვები. იმას რასაც აშენებენ, ის ააშენონ კაცო ნელა-ნელა. აი აშენებულში შეიყვანონ.